როცა გულს ემღერება, ირგვლივ ჯადოსნური საახალწლო განწყობა იქმნება. ცნობილი მომღერალი ლია ხუნწარია ყოველ ახალ წელს სიმღერითა და ტრადიციული საახალწლო კერძებით ხვდება. იგი მეგობრებთან ერთად სპეციალურად ტელეკომპანია გურჯაანის მაყურებლისთვის ამღერდა. იქ სადაც სიმღერა უყვართ და გულს ემღერება, ტელეკომპანია გურჯაანს მასპინძლობენ. ბევრისთვის ცნობილი მომღერალი მეგობრებთან ერთად სპეციალურად ჩვენი მაყურებლისთვის ამღერდა. საახალწლო ეთერში ტელეკომპანია გურჯაანი მონატრებულ მომღერალ ლია ხუნწარიას შეგახვედრებთ. მეგრელი ქალბატონი, სწორედ ჩვენი ეთერით მოგიყვებათ, რატომ გადაწყვიტა კახეთში ცხოვრება. 11 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ანაგაში მეყიდა სახლი, გადამაწყვეტინა ბიცოლამ და ბიძაშვილმა. ბიცოლა მყავს ანაგიდან, აქედან და ძალიან მიყვარს საერთოდ იქიდან დავიწყოთ, რომ ბავშვობიდან მიყვარს კახეთი, დედულეთი, დედა მყავს ნორიოდან, ბავშვობა იქმა გატარებული და როცა გადავწყვიტე, რომ შემეძინა სახლი სოფელში, იქ ძალიან ესეთი ვერ შეწოდა ჩემი ფინანსები და შედარებით იაფი იყო მაშინ და თან ბიძაშვილმაც მირჩია, რომ ძალიან კარგიაო და თან ჰამლეთ გონაშვილის სოფელი რაღაცა სიმბოლური იყო და ძალიან გამიხარდა, რომ მითხრეს და აღარც დავფიქრდი შევიძინე და დღესდღეობით ძალიან კმაყოფილი ვარ. გარდა ამისა, გეტყვით, როდიდან დაიწყო სიმღერა, როგორ მოხვდა ტელეეთერში და აგრძელებენ თუ არა მისი შვილები და შვილიშვილები ოჯახურ ტრადიციას. ოჯახში მღეროდა დედა, მამა, ბიძები, დედის მხრიდანაც, მამის მხრიდან ბებია, რომელსაც მე მამს გავსებენ, გიტარაზეც კარგად უკრავდა და რა ვიცი, პატარაობიდან შეგვაყვარეს ოჯახში სულ მესმოდა ხალხური სიმღერა და აი იქიდან დაიწყო. ყოველთვის მომწონდა ეს ხალხური სიმღერა. ღერის ჩემი შვილი და დიშვილი, რა ვიცი, ვაგრძელებთ ოჯახურ ტრადიციასაც და შვილიშვილები უკვე ღერიან. კი ბატონო. ძველ მარანში კი მეგობრებთან ერთად გაიხსენებს შემოქმედებითი მოღვაწეობის წლებს, ანსამბლ კელაპტრის საოცარ პერიოდს და გასტროლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნელ-ნელა ქმნიდა ბატონი ომარი ქალთა ანსამბლს, თუმცა ვაჟებიც იყვნენ, მაგრამ რატომღაც მე მოინდომა ქალთა ანსამბლის გაკეთება. ორკესტრი იყო და ორკესტრთან არსებული ქალთა ანსამბლი უნდა და ჩამოეყალიბებინა და მართლაც შექმნა ესეთი მარგალიტების გროება დაიწყო. ომარმა დაიწყო ჩვენს ანსამბლში ქალები ბევრი რო ვიყავით, ხმების დალაგება. პირველ მეორე ხმას ეს ანადალია ხო იყო პირველ მეორე ხა იქ სხვებიც იყვნენ დუეტები, ბანებიც იყვნენ და სათითაოდ დაგვაყენებდა ხოლმე ომარი ამ დუეტთან ვისი ხმა უფრო მიუდგებოდა ამ დუეტს მაგალითად ტემბრით. იყვნენ სხვადასხვა ბანები და ბოლოს შეირჩა ჩემი ხმა რომ ამ მათთან დუეტთან რომ ეს მემღერა ჩამოვყალიბდით ასე ტრიოდ და ვეფერებით ყველა სიმღერას, ყველა ქალაქურს, ხალხურს ჩვენ ვართ ვამბობ, ჩვენ ვართ ძველი თაობა. ქალთა ტრიო გადაცემაში შეგისრულებთ მონატრებულ სიმღერებსაც. სიცოცხლის გადმოსახედი მოსჩასის ფერღრუბლებში კახეთი ჩვენი კახეთი აი კახეთი მთებს და ველებზე რომ არ ცხრებოდა მტრების თარეში თვალმოციმციმე კალიშვირები ეს კი ყველაფერი არ არის. ამ წუთებში თქვენთვის დიდი გადაცემა მზადდება სახელწოდებით როცა გულს ემღერება, რომელსაც ტელეკომპანია გურჯაანი ეთერში 1 იანვარს შემოგთავაზებთ.